მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოს გასვლა წარმოგიდგენთ GTA-ის მემოხილვას, რომელიც სპეციალურად დამზადდა LSRP G-თვის სათამაშოდ, იმისთვის რომ ხალხმა არ მოიწყინოს ჩვეულებრივი ორიგინალი GTA-ის თამაშით. მოდით, ახლა გიხსნით ყველაფერს, რაც გაკეთდა, გავაკეთე უბრალოდ. ესე იგი, ანიმები არ გდია, იმიტომ რომ სერვერის წესების თანახმად აკრძალულია ყველანაირი ანიმების გამოყენება. ყველანაირად ოპტიმიზირებული და დახვეწილია იმისთვის, რომ არანაირად არ გაიქრაშოს და კარგად ითამაშოთ ყოველგვარი ლაგების გარეშე. ეს არის უფრო high-end ვერსია, იმიტომ რომ ჭრილები და რაღაცები გდია და NB არის მხოლოდ აი ესეთი, ეს არის ჩვეულებრივი NB და ეს არის ორიგინალი. ეს არის გამორთული ენება, ეს არის ჩართული ენება, მხოლოდ მანქანები ბრწყინავენ. ასევე ჩაგდებულია LMO მოდი, ანუ დახვეწილი მანქანის შუქები, აი time null-ზე დავაყენოთ. F11-ით არის ამ შუქების არჩევა. მე როგორც ვიცი, ხო. და ისევ F11-თვე არჩევა. ანუ F11-ს რა დააჭერთ, მენიუში შეგაგდებთ. და ის ჩამოყვებით ქვედა და ზედა ისრებით და შემდეგ ისევ აირჩევთ რომელსაც გინდათ. მოკლედ ჩაგდებულია მანქანები, დავიწყოთ მანქანების ნახვა. ეს არის LSPD-ს მანქანა. ახლა განახეთ მე. ეს არის SFPD-ს მანქანა. F12-ით არის LMO-ს ჩართვა, როგორც მახსოვს კი. ხოლო ეს არის LSPD. ეს არის Ford კი არა, Chevrolet Caprice, Dodge Caprice თუ მე მგონი. რაღაც მსგავსი LSPD-ს მანქანას უხდება, იმიტომ რომ ძველია, როგორც ვიცით. ეხლა განახეთ Rangers. ეს არის პოლიციის რენჯერი. ესე იგი. ეხლა მე განახებთ ესე იგი FBI Rangers, ეს არის Suburban, ხო, Chevrolet Suburban. და ესე იგი ჩვენ ასევე გვინდა Fire. ეს არის სახანძროს მანქანა. არა, მე მგონი ეს მოდები ამოღებულია, კი დიდი ბოდიში ჩამოღებული მაქვს ეს მოდები სახანძროს და რაღაცეების, მაგრამ ამასაც ჩავაგდებ, არ არის პრობლემა, თუ მოგეწონათ. განახებთ. ესე იგი, ყველა მანქანა არის ჩაგდებული როგორც ორიგინალი, დანარჩენი დახვეწილი ტექსტურებით და გაუმჯობესებული, აი მაგალითად ჩამოვაგდოთ ახლა ტურიზმო. ეს არის ტურიზმო. ჩამოვაგდოთ LG, რომელიც არის კაბრიოლეტი. ასევე ჩაგდებულია ხმის მოდები იარაღებზეც და ესე იგი იარაღებზეც არის ჩაგდებული და მანქანებზეც. ეს არის Infernus-ი. მე მგონი გელაგავს უკვე რო გავიხედები 30 FPS-ი მაქვს. ეს არის ესე იგი ჩეტაჰი ძალიან უწევს, რა ვიცი. მოდით ახლა განახებთ დანარჩენ მანქანებს, მაგალითად ავიღოთ Savana. ეს ორიგინალია, დახვეწილი ტექსტურებით და გაუმჯობესებული. ადმირალიც ესე გამოვიყურება. Banshee. ეს არის ჩვენი Banshee. მე მგონი ორიგინალს ჯობია, იმიტომ რომ ძალიან უშნოა, ორიგინალი ვერსია. მოდით გადავიდეთ Line Runner-ი. არის ეს მე მგონი ორიგინალი უნდა იყოს წესით, მაგრამ ეს ტექსტურები მაინც შეცვლილია ვაფშე ყველა მანქანაზე. ეს არის Broadway. ძალიან რაღაც ბრუტალურად გამოიყურება. ეხლა იარაღებს განახებთ, ეს არის Desert Eagle. Web 25. ეს არის shotgun-ი. ეს არის Colt-ი. Colt-ი კი არის silenced-ი. ეს არის Colt-ი, კი Colt-ები. დაიხმები. 26. ეს არის Sound-Off-ი. ასევე ჩაგდებულია overdose ეფექტები, ანუ საუკეთესო ეფექტები ჯერჯერობით, რა GTA San Andreas-თვის არსებობს. 27. ეს არის ისე რა ქვია, კომბატ შოტგანი.
28 ეს არის მე მგონი უზი, როგორც ვიცი, კი უზია. ეს არის ჩვენი უზი. 29 არის მე მგონი MP5, კი MP5-ია. 30 არის AK, როგორც ვიცი. 31 M4. ეს ჩვენი M4. 32 არის rifle-ი. არა, ტექსტ 33 უკვე rifle არის. ეს არის ჩვენი rifle-ი. 34 არის სნაიპერი, ეს ჩვენი სკოპი, GTA 5 სადის, ეს არის GTA 5 სადი, რომელსაც არა აქვს ესე იგი რადიოს ისა რა ქვია, wheel-ი, ანუ არ შეგაწუხებს slow motion-ით. ასევე იარაღებსაც არ აქვს რა ისა რა ქვია, weapon charger-ის wheel-ი, ანუ ეს არის სამფუნქციოს command prompt-ი. ვაიმე, კონსოლი ქვია. ანუ იარაღების გაცვლა შეიძლება Q-ი, E-ი და მაუსის შუა კნოპკით, რომელსაც ქვედა დატრიალებით შემდეგ იარაღზე იცვლება და ზედა დატრიალებით წინაზე. ასევე ჩაგდებულია color mode, ანუ დახვეწილი ფერებია. GTA-ში თან საკმაოდ ძალიან ანუ შესამჩნევადია, ასე რომ ვთქვათ, ორიგინალს განსხვავებით. და მთელი Los Santos-ი არის retextured version, ანუ ტექსტურები არის სულ შეცვლილი მთელი Los Santos-ში, როგორც ხედავთ, გზები, ყველაფერი. ასევე ჩაგდებულია მინიმაპი, რომელსაც აწერია ქუჩები, ყველგან რა ქუჩაა და რა ადგილია, იმაგალთ El Corona, Commerce, Idlewood, Jefferson, Glen Park, Downtown, Market, Winewood, Temple და ასე შემდეგ. მოგალეთ ეს არის როგორც გითხარით, ტექსტურები შეცვლილი, აქ უბრალოდ აქ არის და ასევე შეცვლილია საპის გუი, ანუ აი ეს მთლიანად გუი, ნახეთ, სულ სხვანაირია, ოთხკუთხედი და ლამაზი. მაიმე სუიჩი რა დავყენე. დისკები შეცვლილია, დახვეწილია და გაუნჯობესებული ხარისხით. მოდი ჩავთოთ album. და გადავიყვანოთ Only Hazard Army, Rifle Strolls. ეს რომელია? ეს მაგარია. ეხლა წავიდეთ Los Santos-ში და განახებთ რა ხდება Los Santos-ში. ესე იგი ტუნი, ჩვენ რა გვინდა ნიტრო მოუდის გვინდა ხოლზე. აი როგორც ხედავთ, ეს შეცვლილია, ყველაფერი არის საერთოდ შეცვლილი, ხეებიც კი შეცვლილია, პალმები Los Santos-ში. მოდით განახებთ დღეს, ეს არის დღე, დაახლოებით. ეხლა გადავიდეთ Las Venturas-ში და განახებთ Las Venturas-ის ტექსტურებს. მივდივართ Las Venturas-ში. მოგზაურობთ. ეს არის ჩვენი Las Venturas-ი. როგორც ხედავთ, უდაბნო საერთოდ აღარ არის Las Venturas-ში, არის დახვეწილი ტექსტურები, შეცვლილი ყველაფერი. არანაირი ხარვეზი არ აქვს ამ ტექსტურებს, არც Los Santos, არც San Fierro-ს და არც Las Venturas. და ყველაფერი ლამაზად და ელეგანტურად გამოიყურება, როგორც მე ვფიქრობ. ხადი უკვე ნახეთ, აღარ გვინა გავთიშოთ. აი ეს არის Las Venturas-ში, აი ეს უკვე country-ის გზები და ასე შემდეგ. მოდით ნელა გავისეირნოთ San Fierro-ში და მანამდე კიდე გავიხსენო რა ჩავაგდე. ძალიან ბევრი რამ ჩავაგდე, მაგრამ გავიხსენებ. მარტო ეს არ არის ასე თქმა. იარაღების სკინები, მანქანები, ტექსტურები, ეფექტები, color mode, NB, კიდევ ხმები, კიდევ ესე იგი რა არის ჩაგდებული საინტერესო და ჩაგდებული და საინტერესო ამ GTA-ში. ასევე არ ჩავაგდე ტექსტ-რაუ მოდი, ანუ რო აწერია სადაც რა ქუჩაზე ხართ მაგ მომენტში, იმიტომ რომ როგორც სერვერის განახლებებში წერია, თვითონ სერვერზე ეყენება ეს ესე ვთქვათ feature, ანუ აუც როგორ გითხრათ და ეს არის San Fierro. ასევე LM memory fix-ი, ანუ არ გაიბაგება რენდერი, არ გაფუჭდება თამაშის დროს არანაირ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, გავაკეთებ ასევე low end ვერსიას, რომელიდან ამოღებული იქნება shadow-ები, ამოღებული იქნება ეფექტები და რა ვიცი, დანარჩენი მეგონი არაფერი არის ისეთი და დიდი. შევარჩიე სპეციალურად даже high end ვერსიისთვის შევარჩიე, ესე ვთქვათ,
დაბალი ხარისხის მანქანები პოლიციის, იმიტომ რომ მაინც რა ვიცი, ძალიან მაღალი ხარისხის მანქანებიც არ არის საჭირო. იმიტომ რომ ზოგს მაღალი ხარისხის სხვადასხვანაირი კოლიჟენები აქვს, ამიტომ თამაშის დროს, ესე ვთქვათ, შეიძლება ადმინისტრატორს, რომელიმე ადმინისტრატორს ეგონოს რომ შეერთეროთ და ბანი დაგადოთ. რის შემდეგაც თავს ვერ გაიმართლებთ, იმიტომ რომ ეს არის თქვენი მოდი. ნუ ამ შემთხვევაში ამ ვერსიებზე რაც მე მიგდია, არანაირი ხარვეზი არ იქნება, დამერწმუნეთ. ასევე დისკებია შესვლილი. კიდევ რა არის? ტექსტურები მთლიანი ქალაქის გარემოცვაშია. მოდით LG ავიღოთ. რა ვიცი, კიდევ ვაიმე. კამცს არ მიგდი, ანუ აი ეს დრიფტის დროს რო კამერას ვაიმედე და. მოკლედ, ნაცრანა გასაკვირი იყოს გამიქრაშა. რისი ბრალია უკვე ვიცი. ვაიმე ეს Windows logo. გამიქრაშა, რას ვიზამთ? რა თქმა უნდა, მე ამას მიხედე და ამოვიღე LM არის ერთ-ერთი მოდი, ვაიმე ჯანდაბა. რომელიც უმეტეს შემთხვევაში კრაშობს ხოლმე GTA-ს და ჩავაგდე ანტიკრაშერი, მადლობა LM-ს, რომ გამახსენა, მოდის ჩაგდება. და არ ამგონია ეხა მეტი ხარვეზე შეექმნას ჩვენს GTA-ს. რა თქმა უნდა, LM არის ყველაზე ხშირად კრაშავადი მოდი. მოკლედ LM-ს და UFO-ს ყველაზე ხშირად აქვს პრობლემები, რომელიც გამოიწვევს კრაშს. ასე რომ რადგან არ მინდა რომ chase-ის დროს თუნდაც ან რაიმე roleplay სიტუაციის დროს გაკრაშოს, ამოვიღე ეს მოდი, იმისთვის რომ უკეთ თამაშობთ და ესე ვთქვათ, ნამდვილად არ არის სასიამოვნო, როდესაც შუა roleplay-ში გიკრაშავს და შეიძლება ამას ბევრი ცუდი რამაც მოყვეს. ამიტომ ამოვიღეთ LM. რა თქმა უნდა, შევეცდები რომ ისეთი ვერსია LM-ი, რომელიც არ იკრაშება, მაგრამ ეგეთ თითქმის არ არის, იმიტომ რომ LM-ს თითქმის ხმარობენ სუფთა GTA-ებში ან რამე მსგავსში. აი ზოგი მოდი ხელს უშლის LM-ს და UFO-ს მოქმედებაში. აი როგორც წეღან მანქანა გადმოვედი და მანქანა რო იქქებოდა და ირთვებოდა, შეიძლება სერვერის ბრალიც იყოს, მაგრამ არ ამგონია რაღაც. მოკლედ LM-ს ახლა დიდად არაფერში არ გვჭირდება, იმიტომ რომ მე მგონი სერვერზეც უნდა ეყენოს მსგავსი ის რა ქვია. მსგავსი სისტემა. რომ ფარების სხვადასხვანაირად ჩართვა შეიძლებოდეს. მოკლედ ანტიკრაშერი ჩავაგდეთ და ახლა კიდე რა გვინდა დავფიქრდეთ და ყველაფერი ერთად განვიხილოთ. ესე იგი ჯანდაბა World 777. აუ, რა სხვანაირი ყოფილა ლას-ვეგასის აეროპორტი. და რა მინდოდა რომ მეთქო. ანუ ჩვეულებრივად ყველანაირად დახვეწილი GTA, არანაირი ხარვეზი, LM შემდეგ. რა თქმა უნდა, ეგრევე ვიდეო არ გადამიყარე, როგორც კი შემოვედი, ცოტა ხანი დავტესტე რა ხდებოდა GTA-ში. კრაშავდა თუ არა კიდე. და მოკლედ LM-ს გარეშე არანაირი ხარვეზი და კრაში არ აქვს ამ GTA-ს, ამიტომ შეგიძლიათ დამერწმუნოთ, რომ ნამდვილად ნორმალური გამოდგა, მით უმეტეს ძალიან გაატვირთულით არ არის, თან კარგად მუშაობს. მე მაგალითად ახლა ვიდეოს ვიღებ 60 FPS-ზე და ამჟამად მაქვს 80 FPS-ი. არსებობს ეს ძლიერი კომპიუტერი, მაქვს 1 გიგაბაიტი GT 240 მაქვს. ესე თქმა უნდა, ახალი კომპიუტერია, წინა წელს რაღაც ძლად ლეპტოპი მქონა, ვიდეოსაც ვერ ვიღებდი ხოლმე. და ესე იგი კიდევ რა შეიძლება ჩავაგდოთ ამ GTA-ში. რა თქმა უნდა, პოლიციის სკინებს ჩავაგდებ. კიდევ რა ვიცი, თქვენ თვითონ ამოიღებთ ამ ესე იგი თუ ძლიერ კომპიუტერზე თქვენ თვითონ თუ ამოიღებთ ამ მოდებს, რომელიც ტვირთავს უფრო GTA-ს და ძნელი გასაგაჩი, ასე რომ თქვა, რა ვიცი, კარგი იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეგქნი batch files, ანუ CMDT, რომელსაც რო ჩართავთ ავტომატურად წაშლის ჭრილებს და რაღაცებს, რაც შედარებით მაღლა აგიწევთ FPS. და შენ თითქმის პოლიციის მანქანების გარდა ისე ძალიან არაფერი არ ტვირთავს FPS, იმიტომ რომ პოლიციის მანქანები ხარ სუსი დაბალი ხარისხია, 5 მეგაბაიტიანი მოდებია, მაგრამ დამერწმუნეთ ჩემ ლეპტოპზეც 5 მეგაბაიტიანი მოდებით და 6 მეგაბაიტიანი მოდებით თამაშობდი.
და არანაირი ისეთი FPS დროპები არ მქონია, იმიტომ რომ მინიმალური თითქმის მინიმალური ჯანდაბა მინიმალური რაოდენობა იმის რა ქვია მანქანების მოდების მეგაბაიტების არის დაახლოებით 3-4 ნორმალური მოდის დროს მე მინდა რომ რა თქმა უნდა კარგი მოდი იყოს, ამიტომ არის 5-6 მეგაბაიტიანი მოდები. ასევე იყო 10 მეგაბაიტიანი მოდები, რომელიც უკვე ძლიერი გასაკეთია, ამიტომ არ ჩავაგდე ისინი. და თვითონ GTA-ს მანქანები არის 500 კილობაიტი და ამ შემდეგ არაფერი დიდი. მოკლედ არანაირი FPS დროპები არ გექნებათ. მაგაში დამერწმუნეთ მეგობრებო. NBS-ს გათიშავთ როცა გინდათ, ანუ NBS არ ამოვიღებ, NBS თუ გათიშავთ ჩვეულებრივად აი ხა მაგას FPS-ი, NBS ჩავხტე მაქვს 85. 15 FPS მიდროპავს მე, ვინაიდან ვიდეოს ვიღებ, თორე ისე 100 არ ცდება, ქვემოთ. NBS ძალიან არ დროპავს FPS, იმიტომ რომ only car shine NBS, მაგრამ თუ რა თქმა უნდა არ მოგწონთ, შეგიძლიათ გათიშავთ. ყველაზე დიდად რაც ისა ჯანდაბა, ტვირთავს FPS-ს არის ჭრილები. თუ რა თქმა უნდა ძლიერი კომპიუტერი აქვთ, დააწყლიკეთ იმ ფაილს, რომელიც იქნება მოცემული GTA-ს ბაკაში, რომ წაშალოთ ჭრილები აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან მაგრად დროპავს FPS. ეხლა ამას ვერ გავთიშავთ, თორე განახებდით. დაახლოებით რამდენი FPS მექნებოდა ჭრილების გარეშე. მანქანის ხმა მე მგონი უკვე შევამოწმეთ, რა ვიცი, ეს არის LG-ის ხმა. არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ნორმალურია. მოკლედ roleplay-ს ათამაშოთ გამოგადგებათ ეს GTA-ა, გამოიყენებთ თქვენთვის ძალიან კარგად. იმედი მაქვს რომ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, იმედია რომ მოგეწონათ ეს GTA-ა. გთხოვთ თუ მოგეწონათ, გადმოწერეთ და შეაფასეთ თქვენი თვალით, იმიტომ რომ ვიდეოში ყველაფერს ვერ ნახავთ, რაც აქვს. იმიტომ რომ მე თვითონაც აღარ მახსოვს უკვე რა გავაკეთე ამ GTA-ში, ასე რომ თქვათ, ზუსტად აღარ მახსოვს მართლა. ამიტომ ესე იგი, ჯანდაბა ამას რატო აღარ უდრიფტავებ? თქვენი თვალით შეამოწმეთ და თქვენი თვალით ნახეთ თუ როგორია ეს GTA, იმედია მოგეწონებათ. და არც იქნება გასაკვირი, იმიტომ რომ ნამდვილად არ არის ცუდი GTA, არც გადატვირთულია, არც ძლიერი კომპიუტერი ჭირდება და ასე შემდეგ. ჯანდაბა მე რო Disney კასენებას მეგაჩავდეს, გავაკეთებდი ძალიან ძლიერი მოცემისთვის, ესე იგი ამ GTA-ს გადავაკეთებდი. მაგრამ საწუხაროდ Disney კასენებას ჩემი ტოსტერი ვერ გაჩავს, მაგრამ ამ ჩვეულებრივ ენებას ნორმალურად უმკლავდება. ასე რომ ესე იგი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ეს ჩვენთვის ამჟამად. მიდი. ოპს. მოკლედ მეგობრებო, დაგემშვიდობებით, იმედია რომ მოგეწონათ ჩემი GTA უკვე მეორჯერ გეუნებით. და ვაიმე გამოიწერეთ ჩემში არ ღეონა მეტყვით. მე ჩული ვარ უკვე ვიდეოს გადაღების დროს. მოკლედ გადმოწერეთ და ისე ამოვით. ნახვამდის.